საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფთა. წლიურად მსოფლიო საკონტეინერო ინდექსი 56%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი $2104-ია. შარშან ამ დროს კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება $4775 აღემატებოდა. 7%-ით არის სექტემბერში ტარიფები შემცირებული, მაგრამ თუ ჩვენ ზაფხულის პიკთან შევადარებთ ტარიფს, დაახლოებით 40%-იანი სხვაობა გვაქვს. ანუ 40% ტარიფები შემცირებულია სექტემბერში ივნისთან შედარებით. ის რომ ამჟამად ტარიფი არის დაწეული, არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ ეს ტარიფი შენარჩუნდება. ჩვენ არანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფები თუნდაც მომავალ თვეში ისევ არ არის. ძირითადად ეს ფაქტორები არის დაზღვევა, არის რისკები, არის სამხედრო რისკები მათ შორის, გეოპოლიტიკური რისკები. სპეციალისტების აზრით, ტარიფზე მოქმედებს რევერსული ტვირთების ფაქტორიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რევერსული ტვირთნაკადის არსებობა. ასევე არის რუსეთზე გამავალი ყველაზე დატვირთულ საკონტეინერო სახმელეთო მარშრუტებზე, როდესაც ჩინეთიდან აქედან დაიტვირთება ტვირთნაკადით, იქ ხშირად ხე-ტყე, სხვადასხვა ქიმიური და მინერალური ტვირთები არსებობს და რევერსული ტვირთების შემთხვევაში ხდება ტარიფების ლავირება. ის დერეფანია სტაბილური სატარიფო ტარიფების თვალსაზრისით, სადაც რევერსული, ანუ უკანა ადვილი მისახვედი რო იყოს, უკანა ტვირთების არსებობა სტაბილურად შენარჩუნებული. საკონტეინერო გადაზიდვის ფასწარმოქმნა რომ მრავალკომპონენტიანია და ბევრ ფაქტორს უკავშირდება, ამას ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანიებიც გვიდასტურებენ. თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს. საკონტეინერო გადაზიდვის ფასის ცვალებადობას ბევრი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის შეიძლება იყოს ეს გეოპოლიტიკური, მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი, სეზონურობა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით, როცა ჩინეთი დიდი რაოდენობით კონტეინერებს აექსპორტებს ამერიკისა და ევროპის მიმართულებით, ამ დროს განსაკუთრებულად იზრდება ხოლმე მოთხოვნა საკონტეინერო ხაზებთან და შესაბამისად ეს პირდაპირ პროპორციულად ზრდის ტარიფებს. ასევე სეზონურობაც, აი მაგალითად, წინა საახალწლო საშობაო პროცესი, როცა მომხმარებლები აქტიურად ემზადებიან მარაგების შევსებაზე, ამ შემთხვევაშიც ხშირად ტარიფები იზრდება. გეოპოლიტიკური პროცესები ასევე პირდაპირ პროპორციულად აისახება საკონტეინერო გადაზიდვების ფასის ცვალებადობაზე, ასევე მოქმედებს ალტერნატიული გადაზიდვების გამოჩენა ჩვენს ბაზარზე. მაგალითად, სარკინიგზო გადაზიდვა, რომლის ფასმაც საკმაოდ დაიწია. გადამზიდავი კომპანიების ნაწილი ბაზარზე დემპინგური ფასების არსებობაზეც მიუთითებს, რაც ჯანსაღ კონკურენციას და რელევანტურ ფასწარმოქმნას ხშირად ხელს უშლის. საქართველოში ძალიან ბევრი სატრანსპორტო კომპანია არსებობს და ხშირ შემთხვევაში დემპინგური ფასებით ცდილობენ ბაზარზე ოპერირებას. თუმცა დემპინგური ფასები დიდხანს ვერ ძლებს, რა თქმა უნდა, და ეს ერთჯერადად გვიშლის ხოლმე ხელს. საკონტეინერო გადაზიდვების გაიაფება ლოგიკურად პროდუქციასაც უნდა აიაფებდეს. რატომ ვერ ვგრძნობთ ფასის კლებას რიგითი მომხმარებლები? დინამიური არის ჩვენი ბაზარი და თუ ამ ეტაპზე შეიძლება ფასი გაიაფებული იყოს, მომავალ თვეში შეიძლება ეს საგრძნობლად გაიზარდეს. ამიტომ მესმის მეც იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების, რომ ცდილობენ მეტნაკლებად დაიცვანეს ბალანსი და ასე თუ ისე კონკურენტუნარიანი ტარიფები შემოგთავაზონ ბაზარზე. გარკვეულწილად ნებისმიერ გადაზიდვას ახასიათებს ინერციულობა. ანუ ესე არ არის უპირობითად გადავზიდეთ ერთი კონტეინერი და რაღაც რამდენიმე დღეში შეიძლება ფასმა იკლოს. არა, ამას შეიძლება 2-3 თვეში აისახოს ამის შედეგობრივი კავშირი. ლოგისტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტარიფები სტაბილური უნდა დარჩეს. ფასის ცვლილება და დრო დამოკიდებული იქნება ტრამპის მომავალ ტარიფსა და ჩინური გემებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტევადობასთან დაკავშირებული ჯარიმების შემოღებაზეც, რომელიც ჯერჯერობით ბუნდოვანია. 2025 წლის 8 თვეში ფოთის პორტმა 42216 TEU კონტეინერი გადაამუშავა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში 16.3%-ით შემცირდა ბათუმის პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91200 ერთეული შეადგინა.